თორნიკე ქუთაისელია და გელათზე მიმდინარე მოვლენებს ოპერატიულად აცნობს ხოლმე საზოგადოებას. გელათში კვირაში რამდენჯერმე მაინც მიდის და აკვირდება რა ხდება ადგილზე. ასე გავიგეთ მისგან ამ ზამთრის თოვლი როგორ აღმოჩნდა გელათის სახურავზე. და ახლა აქედან რო შეხედავ, აი აქედან ამ რაკურსით რო შეხედავ, ამაში გვარწმუნებდნენ რა. რომ თავზე არის, ხო? თავზე არის, ხო? ნუ ფარავს. ბოლომდე არის. მაგრამ ტრაექტორიულად წვიმა რო ასხამდა, ამას ვერ უმტკიცებდით უბრალოდ რამდენჯერ დავდეთ ეს ისა, რომ სველია მინიმუმ ქვედა რეგისტრები, ხო? ხო და უკვე თოვლს ვეღარაფერი ვერ მოუხერხეს. თოვლი დაფარო ამ არეალის ვიღაცისთვის შეიძლება ჩვეულებრივი ამბავია, ხო? სინამდვილეში ეს არის უდიდესი რისკი მოზაიკისთვის და რატო? პირველი კრამიტი, რომელიც ჩანს, არის დაწუნებული, ხო? ლაბორატორიულად უხარისხო კრამიტია. მეთოდოლოგია მისი მოწყობის არის უხარისხო, გაუმართლებელი. შემავსებელი ფენებში იცით რა ხდება. შესაბამისად, იმ იმედად, რომ კედელს მოცილებულია მოზაიკა და პირდაპირ ინფილტრაციის კვალი შეიძლება იმავე წუთს არ კონდეს მას, ეს არაა დაზღვევა იმისთვის, რომ ის არ დამძიმდება მდგომარეობა, კლიმატს არ შეცვლის ფენებს შორის და გამომარილებას კიდევ უფრო აქტიურს არ გახდის. ასე რომ რაღაცა როგორ გითხრათ, რა პრიმიტიული მიდგომებით საზოგადოებასთან საუბარი, როცა საზოგადოება საქმის კურსში შეიძლება ყველა დეტალებში ვერ იყოს, შეიძლება პიარულად იყოს გამართლებული მოკლე მონაკვეთში, მაგრამ თუ კი ვემსახურებით მიზანს, რა მიზანს ახ ჩვენ თვალწინ გვაქვს, ხო? ამ შემთხვევაში გაუმართლებელია და ხა უნდა გადაწყვიტოს ამ ხალხმა პიარს ემსახურებიან თუ მიზანს ემსახურებიან. ეს ორი სხვადასხვა რამაა. შეიძლება ვიღაცას თვალი მართლა აუხვიო გარკვეული რაღაც დინამიკაში და გარკვეული პერსპექტივით, მაგრამ შედეგისთვის ეს ვერ იქნება გამართლებული. ასე რომ როცა შეცდომა იქნება ხოლმე ჩადენილი, უნდა ვაღიაროთ რომ შეცდომა აღარ გავიმეორთ ხან ელემენტარულ ამბებზე ვსაუბრობ.